რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. გამარჯობა. ეს არის ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება სპეციალური კითხვით. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. მე რა თქმა უნდა ვენდობი ყველა გამოძიებას, რომელიც კი საქართველოში მიდის, იმიტომ რომ ვენდობი ყველა საგამოძიებო უწყებას საქართველოში მოქმედს. უსიტყვოდ ულაპარაკოთ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ბატონ გელა გეკას. უსიტყვოდ და ულაპარაკოთ ვენდობი სუს და პირადად ბატონ უფროსი ლეიტენანტ მამუკა დინარაძეს. იქამდე ვენდობოდი ბატონ ოხანაშვილს, იქამდე კიდევ ბატონ ლილუაშვილს ვენდობოდი. უსიტყვოდ და ულაპარაკოთ ვენდობი გენერალურ პროკურატურას. უსიტყვოდ და ულაპარაკოთ ვენდობი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებას და ნებისმიერ ზოგადად სხვა საგამოძიებო უწყებას, რომელიც კი საქართველოში მუშაობს. მაგრამ ხანდახან პროფესია მაქვს ისეთი, რომ ეს ოხერი კითხვები რაღაცა ჩნდება ხოლმე თავში. და ახლა გამიჩნდა ერთი ეგეთი ოხერი კითხვა ბატონ თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს და ვისაც არ ახსოვს, ახლა შევახსენებ, რომ ბატონ თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 7 ივლისს ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალში. ჭრილობა ქონდა მიყენებული ფილტვში და ის პირადად ჰოსპიტალში მიიყვანა ბატონმა ალექსი ახვლედიანმა, ვის სახლშიც მოხდა თვითმკვლელობის მცდელობა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამცნო. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბატონმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანის იარაღი აიღო და დაიხალა ფილტვში. თვითმკვლელობის მიზნით. მაგრამ გადარჩა, იმიტომ რომ ალექსი ახვლედიანმა სასწრაფოდ ჩასვა მანქანაში და მიიყვანა ჰოსპიტალში. ეს გავიგეთ. ვენდობი 100%-ით, კიდევ ერთხელ ამბობ, 100%-ით ვენდობი ამ გამოძიებას, რომ ადამიანმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, სადღაც წავიდა სტუმრად, ამისთვის და მაინც ფილტვში ისროლა, სხვაგან არსად ფილტვში, არც თავში, ასად ფილტვში ისროლა, ამას ვენდობი რა თქმა უნდა, თუმცა სტატისტიკა აბსოლუტურად საპირისპიროს მეტყველებს, მაგრამ ვენდობი, იმიტომ რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა. ამდენი თვის განმავლობაში ივლისიდან დაწყებული. აგერ ნოემბერი მოვიდა ბატონ თორნიკე რიჟვაძის შესახებ არაფერი არ ვიცით. ვიცით რომ არა აქვს ტელეფონი, ამიტომ მისი თანაპარტიელები და ყოფილი მეგობრები და ძმაკაცები ვერ უკავშირდებიან. ესეც გავიგეთ, ამისაც მჯერა. და ახლა გავარკვიეთ, აგერ შუა ნოემბერში გავარკვიეთ, რომ ბატონ თორნიკე რიჟვაძე თურქეთში მკურნალობდა და მერე წავიდა გერმანიაში. და ოღონდ მარტო კი არ წავიდა გერმანიაში, წავიდა მთელი ოჯახით, შვილებით, მეუღლით და მშობლებით. გავიგეთ ისიც, რომ მთელი წელია თურმე წლის დასაწყისიდან შვილებს ქართულ სკოლაში არ უვლიათ. ესე იგი, დიდი ხნის წასულია გერმანიაში, ან თურქეთში. რატომ წავიდა გერმანიაში? პირველი ვერსია იყო, რომ თავშესაფარი მოითხოვა, საცხოვრებლად გადავიდა, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს ბატონმა ალექსი ახვლედიანმა, ვისი იარაღითაც თორნიკე რიჟვაძე მიიყენა ეს ჭრილობა, თქვა, რომ გერმანიაში თორნიკე რიჟვაძე წასულა ოპერაციის გასაკეთებლად. მეორე ოპერაციის გასაკეთებლად. იმიტომ რომ თურმე თვალი აქვს დაზიანებული, პირველი ოპერაცია გაიგეთა თურქეთში, მაგრამ არ გაამართლა, ვერ იმუშავა კარგად ამ ოპერაციამ და ახლა მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა გერმანიაში, იმიტომ რომ თითქმის ხედულობა აქვს დაკარგული ერთ თვალში. ახლა მე კითხვა მაქვს. მთელი იმ დობის საფუძველზე, რომელიც მაქვს ყველა გამოძიებასთან დაკავშირებით. კითხვა მაქვს. ადამიანმა, რომელმაც თვითმკვლელობა ფილტვში იარაღის როლით სცადა. ფილტვი არის აქედან აქამდე. ხო? აი აქამდე. როგორ დაიზიანა თვალი? რატომ აქვს თორნიკე რიჟვაძეს დაზიანებული თვალი, ისე რომ მეორე ოპერაცია დაჭირდა უკვე, მხედველობის აღსადგენა თუ არ ვიცი, არსებულის შესადარჩუნებლად. ადამიანმა, რომელმაც ტყვია ისროლა ფილტვში, როგორ დაიზიანა თვალი? ეს ერთი კითხვა მაქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სუსთან, გენერალურ პროკურატურასთან, ბატონ ბორის ივანაშვილთან და ყველასთან ზოგადად ქართული ოცნების ყველა რიგით თუ არა რიგით წევრთან. აგვიხსენით ხალხო ქოცური ანატომიის სპეციფიკა და ძალიან მადლიერებით აღჭებით. მარად თქვენი თენგიზ გოგოტიშვილი. ვაშა გადაცემით. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში.
შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა.